ქართული ოცნება აი ამ გაშიშვლებული მართლმსაჯულების დაფარვას ცდილობს. მედია დღეს ტექნიკური აღჭურვილობით სასამართლოს ეზოშიც კი არ შეუსვეს, შესაბამისად ის რაც ხდომებზე მოხდება მხოლოდ თხრობით გვეცოდინება. იგრძალება კამერა, ფოტოაპარატი, ხმის ჩამწერი საშუალებები. ჩვენ და ჩვენი კოლეგების ხდომებს ვეღარ გადავიღებთ, სასამართლოს მანდატურებს კი შეუძლიათ ტელეფონი ნებისმიერ მოქალაქეს შესასვლელშივე დაატოვებინონ. პირველი რეზონანსული საქმე, რომელსაც აკრძალვა შეეხო, უკავშირდება სინდისის 11 პატიმარს. დღევანდელი ხდომის შესახებ ჩვენ მხოლოდ სიტყვიერად შეგვიძლია გადმოგცეთ. აქედან გამომდინარე კომფორტში გრძნობდნენ თავს ცრუ მოწმეები. ვერც დღეს ცემდნენ შეკითხვებს პასუხს პოლიციელები, მაგრამ ამ კადრებს სიუჟეტში ვერ ნახავთ. სასამართლოს ხდომების გახსნა 2007 წელს მათი დახურვის შემდეგ იყო ქართული ოცნების პირობა. ხელისუფლებაში მოსვლამდე ივანიშვილის საარჩევნო პროგრამაში ეწერა: უზრუნველყოფთ სასამართლოს პროცესების საჯაროობას, სასამართლო გადაწყვეტილებების გამჭვირვალობასა და მოსამართლეების დამოუკიდებლობას. ეს არის ციტატის დასასრული. 14 წელი არც ისე ბევრია, რომ ეს ამბავი არ გვახსოვდეს, ან არ იძებნებოდეს, თუმცა არალეგიტიმურ ხელისუფლებას პირობების გატეხვა დღეს ნაკლებად აღელვებს. საკუთარი დაპირების წინააღმდეგ ოლიგარქი უკვე დიდი ხანია მოძრაობს. პირობების შესრულების თვალსაზრისით ივანიშვილი საერთაშორისო ეგრეთ წოდებულ გადამგდებადაც წლების წინ ჩამოყალიბდა, როცა ისეთი შეთანხმებებით ჩაშალა, სადაც უცხოელი პარტნიორები იყვნენ შუამავლები. ჩვენი ჟურნალისტი ქეთი ნადიბაიძე დღეს კოლეგებთან ერთად მივიდა იუსტიციის საბჭოში, სადაც მიდიოდა ხდომა. მედიის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, როგორ უნდა მოიპოვონ დახურული სასამართლო პროცესების გაშუქების უფლება, რა მექანიზმი იარსებებს ფორმალურად მაინც ამისთვის ახალი კანონით. ამ ნებართვის გაცემა სწორედ სანქცირებული პირების მურუსიძე ჩინჩალაძის გავლენით მოქმედი იუსტიციის საბჭოს პრეროგატივაა. ქეთი, თუ გავიგეთ რაიმე. დღის ბოლოს ჩატარდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხდომა და იმ იმედით, რომ მედია რაიმე ახალს შევიტყობდით საბჭოსგან, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა დუმს. მედია მივიდა საბჭოს ხდომაზე, რომ დასწრებოდა ამ ხდომას, შეხვედროდა საბჭოს წევრებს და პირადად მოისმინა ახალი კანონის პირობებში, რა შემთხვევაში და რა ფორმით შეიძლება მედია საშუალება მოიპოვოს ამა თუ იმ ხდომის ვიდეო თუ ფოტო გადაღების შესაძლებლობა, თუმცა ეს მცდელობა აღმოჩნდა უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არეგულირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხდომების საჯაროობას, მედია ამ შემთხვევაშიც შენობაშიც კი არ შეუშვეს. მოსულები ვართ იმისთვის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარმომადგენლებს ვკითხოთ, რომ როგორ დაადგენენ, როდის დაადგენენ ამ წესს, რამდენად სწრაფად იქნება ეს, იმიტომ რომ დრო არ ითმეს, ყოველ დღე გამოშვებით მინდის პროცესები. მაგარი საჯარო ინტერესია და გვაინტერესებდა ამ შენობაში აკრძალულია შემოსვლა რომ დაგვესვა. მე როგორც ვიცი თქო, კი ბატონო, დახურულია. არა ბატონო, დახურვის ხომ, იმიტომ რომ ასეთი კი ბატონო, თქვათ არ არის დახურული. ჩვენ და საპატრულო პოლიციისგან რა გინდა თქო? მე გამოვიძახე პოლიცია რომ დამეხმაროთ. მოვედი. ხო და უზრუნველყოფი. ყავს თავისი დაცვა ყავს. თავისი უზენეს ხო ყავს ამას თავისი. არა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ყავს თავისი დაცვა. დაცვა არ ყავს, მანდატურია. მანდატური დაცვა. მანდატური არ ყავს კანონს. და იერარქიულად ვისევალება ამ კანონდარღვევაზე რეაგირება პოლიციას. არ ვიცი ჩვენ ახლა აბა რა ვიცი კანონით არის თუ არა განსაზღვრული. თქვენ იცი, თქვენ ვიხარ. იურისტი ვარ, პროფესორი. ჩვენც იურისტები ვარ, ვინ ბრძანდებით ხო? ვინ? რომელი ჟურნალია? რა მნიშვნელობა აქვს რომელი ჟურნალი? რომელი? ამბები. მედიის წარმომადგენლებმა თავად გამოიძახეს საპატრულო პოლიცია იმისთვის, რომ კანონი აღესრულებინა პოლიციას და საჯარო ხდომაზე მედიის წარმომადგენლებს შეძლებოდათ შესვლა და დასწრების შესაძლებლობა, თუმცა როგორც მოისმინეთ და ნახეთ, პოლიციაც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა უმოქმედო. იუსტიციის საბჭოს ხდომა დღეს დახურული იყო და ვერც ერთ წევრთან, საბჭოს ვერც ერთ წევრთან, მათ შორის ვერც ლევან მურუსიძესთან, მედიის ვერც ერთმა წარმომადგენელმა შეხვედრა ვერ შეძლო და შესაბამისად ბუნდოვანი რჩება კვლავაც საკითხი. ახალი კანონის პირობებში, როდესაც აკრძალული არის სასამართლოს შენობაში და მის ეზოში ვიდეო თუ ფოტო გადაღება, ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით შესვლა, რა შემთხვევაში და რა ვითარებაში და რა პირობებით შეიძლება იუსტიციის საბჭოსგან მოვითხოვოთ ამა თუ იმ ხდომის გადაღების უფლება. ეს დარჩა კვლავაც ბუნდოვანი. დღეს იყო პირველი დღე ამ კანონის ამოქმედების და შეგიძლიათ ნახოთ, რა სამუშაო პირობები ჰქონდა მედია სასამართლოში და როგორ ჩატარდა ხდომა მედიის გარეშე. 6 თვიანი განხილვების მანძილზე პირველად 11 ბრალდებული დემონსტრანტის სასამართლო პროცესი დღეს კამერების გარეშე დაიწყო და დასრულდა. ხდომის არც ერთი კადრი არსებობს. შესაბამისად, არც ერთი ბრალდებულის, მოწმის, ადვოკატის ან პროკურორის არც ერთი სიტყვის ამსახველი მასალა.
სწორედ ეს საქმე აღმოჩნდა პირველი ათობით რეზონანსულ საქმეს შორის, რომელსაც ამოქმედების პირველივე დღეს ახალი შემზღუდავი კანონი შეეხო. მე მინდა რომ ხალხმა დაინახოს სიმართლე, ვიდრე პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება დადგება, რომ ამ საქმეში არ დევს არაფერი რომელიმე სინდისის პატიმარის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ის რაც ხდება და ის რომ ეზოშიც ვერ შევდივართ, ახლა რომ ინტერვიუ ჩავწეროთ, ეს არის სამარცხნო, ეს ხდებოდა წლების წინ, როდესაც ხელისუფლებას ეშთუნდა გირგვლიანი საქმის. ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ პროცესზეც და პარალელი ანდრომაც გავლა ამასთან დაკავშირებით, რომ გირგვლიანის საქმე არის ერთ-ერთი ანარეკლი ამ საქმეს და ეს საქმე წლების შემდგომ სამწუხაროდ გახდება დიდი სირცხვილი საქართველოს ხელისუფლებას. ფაქტობრივად 2016 წლიდან მუშაობ ამ სფეროში და დახურული სასამართლოს შენობა, დახურული სასამართლოს ეზო მედიისთვის არ მახსენდება, შესაბამისად სრულ მხარდაჭერას გიცხადებ და ვიზიარებ იმ გულწრფელად თქვენს მძიმე პროფესიულ მდგომარეობას, რა მდგომარეობაში იმყოფებით. სასამართლოში მედიის მუშაობის ახალი პირობები ასეთია. ქუჩაში ჭიშკარს მიღმა. კამერით, ფოტოაპარატით ან ხმის ჩამწერით მუშაობა არათუ სხდომათა დარბაზში ან შენობაში. დასაშვები აღარც სასამართლოს ეზოშია. არ ვიცი როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ყოველივე, მგონია სიმართლე გითხრა რომ ესეც იყო სწორედ მიზანი, ყოფილიყო ბუნდოვანი კანონი, არ ყოფილიყო ასე ვთქვათ პროცედურა გაწერილი იმისა თუ როგორ გადაიღებენ ჟურნალისტები სხდომებს და საბოლოოდ მივიღეთ რა რომ დღეს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტის სხდომა ჩატარდა ისე რომ ის ვერ გადაიღო მედიამ და ვერ ასახა კადრზე რაც ხდებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე. როდესაც კანონი მიიღეს და მაცნეზე უკვე გამქვეყნდა და ვიცოდით რომ მოქმედდა, ჯერ კიდევ ამბობდი და თავს ვატყობდი რომ აი სანამ არ დადგება ის მომენტი, რომ მივალ სასამართლოში და ვერ შევალ, ანუ იქამდე ვერ დავიჯერებდი და აი ახლა იყო ეგ მომენტი, რომ ანუ ვერ შევდივარ რა, ანუ შესვლა შემიძლია მაგრამ ტექნიკის გარეშე და მე ჟურნალისტი ვარ, რომელიც იღებს პროცესებს, შესაბამისად, ანუ ყველანაირი მეთოდით, ძველი მეთოდით, ახალი მეთოდით მქონდა ნებართვაზე შევსებული, თუმცა პასუხი არ საიდან არ არის, ასე რომ ხო, ანუ დავრჩი გარე. ეს სინდისის 11 პატიმრის 26 ივნისის სხდომაზე გადაღებული კადრებია. სავარაუდოდ მედიის არქივში ეს ბოლოც იქნება. ახალი რეალობის შეცვლა ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა დღეს შუამდგომლობით სცადეს, თუმცა უშედეგოდ. მოსამართლე გალუსტაშვილმა, ისევე როგორც მისმა არაერთმა კოლეგამ დღეს პასუხისმგებლობა სრულად მოიხსნა, რადგან გადაწყვეტილების მიმღები სხდომების გაშუქების ნებართვებზე უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოა. თუმცა მოსამართლეებს დღეს იმის აღიარება მაინც მოუწიათ, რომ როგორ რა ვადებში და რა ფორმატში უნდა გააკეთოს ეს საბჭომ ჯერ არავინ იცის, რადგან კანონის ახალი ჩანაწერი ზოგადი და ბუნდოვანია. სხდომის ოქმი კი არა, ვიდეოსაც გამოვითხოვთ და ხალხი მაინც გაიგებს რა მოხდა. ასეთ რამეს არ უნდა ვამბობდე სასამართლო დარბაზში, მაგრამ 2007 წელსაც ასე მოიქცნენ გირგვლიანის საქმეზე და არც იმათ დაუმთავრდათ კარგად და არც ამათ არ ჰქონდეთ განცდა, რომ ვიღაცას კარგად დაუმთავრდება ეს ყველაფერი. ნებისმიერ ქმედებას აქვს თავისი უკუქმედება. ყველაფერი კარგად დამთავრდება. რატომ მიიღეს ეს კანონი? პროპაგანდისტულად არ გამოვიდათ ის რაც უნდათ, რასაც ჩვენ გვაბრალებენ ის აბსურდული მუხლი და მთელი ეს საერთო აბსურდი რომ გამოსვლოდათ, ამ კანონს არ მიიღებდნენ. ვერ შეძლეს ის რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ და გადაწყვიტეს რომ ინფორმაცია უბრალოდ გაექროთ. დარწმუნებული ვარ არ გამოვა. სინდისის პატიმრებს და მათ ადვოკატებს ეჩვი აღარ ეპარებათ, რომ სწორედ მათი საქმეა ერთ-ერთი, რის გამოც სასამართლოს სხდომათა დარბაზები კამერებისთვის დაიხურა. ეს კომფორტული აღმოჩნდა დღეს ყველა პოლიციელისთვის, ვინც მოწმის სტატუსით სასამართლოში იყო. მაგალითად ანდრო ჭიჭინაძის ან რივაც კიკნაძის დამკავებელი და ჩხრეკის ჩამტარებელი ძალოვანებისთვის, რომელთა ჩვენებები მედიამ ვეღარც დარბაზში გადაიღო და შეკითხვები ვეღარც სასამართლოს დერეფნებსა თუ ეზოში დაუსვა. არა და ისინი დღეს დაცვის მხარემ ცრუ მოწმეობაში ამხილა. ევას კიკნაძის პოზიციიდან გამომდინარე, როგორც ის ეძახის მოწმე, რომელმაც იძალა და რეალურად რევას კიკნაძეზე ოქმი გააყალბა, დაკავების ადგილი გააყალბა. მნიშვნელოვანი გარემოება საზოგადოებისთვის არის ის, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ გულწრფელი ადამიანები, რომელსაც ვერავინ ვერ შეაშინებს და ზუსტად მეტროს თანამშრომელმა საქმეში დაადასტურა ის და ვიდეო მასალაც არსებობს და გავრცელებულია, რომ რევას კიკნაძის დაკავებამ განხორციელდა მეტროში და ამასთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რეალური ნაბიჯები უნდა გადადგეს. გადაყვანის დროს, როგორც რევას კიკნაძისგან ვიცი, ყველა მათგანი რევას კიკნაძეზე როგორც სიტყვად, ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ. მაგალითად, რევას კიკნაძის მიმართ იყო, რომ ცოცხლად დაგმარხავთ. 11 დემონსტრანტის ხვალინდელი სხდომა გადაიდო. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა მოსამართლე გალუსტაშვილმა კალენდარი შეცვალა. ხვალ ბრალდებულ ონისე ცხადაძის მამის დაკრძალვა. ის დღეს განხილვას არ ესწრებოდა.